ნებისმიერ ევროვიზიას, ეს დიდების ევროვიზია არის თუ საბავშვო ევროვიზიას ეხება, ამ კონკურსს ჭირდება ვიდეო შეფუთვა. საჭირო არის, ასე ვთქვათ, ინტროს ვეძახით რაღაცა გამხსნელი ვიდეო და პლუს კიდე პოსტკარდები. ეს პოსტკარდები ნიშნავს რას, რომ ვიდეო ჩანახატების მეშვეობით მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს იმ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ჩადის მისი კონკურსანტი. შემოქმედებით ჯგუფში ბევრი ადამიანები ვიყავით და ასე ვთქვით, ერთმანეთში ვსაუბრობდით და მე ვეუბნებოდი ჩემებს, რომ მოდი ვანახოთ, როგორი ევროპული ქვეყანაა საქართველო. თვითნაბადი, თვითმყოფადი და ევროპული ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია გადის კულტურაზე. იმიტომ რომ კულტურა ის ფორმაა, რა ფორმად ყველა კარებს გიღებს, ყველა გული ადვილად თება. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ძალიან მყარად ვდგევართ და ზუსტად ვიცით, რომ კულტურა ეს ის სფეროა, სადაც როგორც თევზი წყალში ბავშვებიც ესე გზნობენ თავს და ჩვენც, იმიტომ რომ უნიკალურ ქვეყანას წარმოვადგენთ ამ კუთხით და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი კულტურის ძლიერი და მკაფიო ხმა. ერთი წელია, შემიძლია ვთქვა, მართლა დაუღალავი შრომით, მთელი ქვეყანა, ყველა სტრუქტურა, სახელმწიფო სტრუქტურა გაერთიანებულია იმისთვის, რომ ჩვენ ბავშვებს, პირველ რიგში ქართველ ბავშვებს და იმ 18 ქვეყნის დელეგატს შეუქმნათ საუკეთესო პირობები, საუკეთესო განწყობა იმისთვის, რომ მათ გააბედნიერონ ამდენი მილიონი მაყურებელი. თუ ამ პერსპექტივიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, მე მგონი მასშტაბებზე, ტურიზმზე, საორგანიზაციო საკითხები, როგორ ხვდებით, რა ხდება სცენაზე, მე მგონი ეს ყველაფერი რაღაცა ერთ დიდ სურათს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა დავამატოთ ის, რომ ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სამყარო, სადაც ბავშვები თავს იგრძნობენ ძალიან კარგად. მერწმუნად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ღელვა, ბავშვების სტრესი და ეს უნდა იყოს მინიმალურამდე დაყვანილი. იქნება დაუვიწყარი ზღაპარი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა იმ მონაწილესთვის, რომელიც სცენაზე გამოვა. შოუს დასაწყისში კეთდება ინტრო. ინტრო უნდა ყოფილიყო 42 წამი. 42 წამში უნდა ჩამეტია საქართველო როგორი ლამაზი არის. გვაქვს თაც, გვაქვს ზღვაც, პატარა ციცქნა ქვეყანაში არის გაერთიანებული მთელი მსოფლიოს სილამაზეები. და ვეხვეწებოდი მუსიკის ავტორს, კომპოზიტორს, რომ 12 წამი გამიზარდეთ, რომ 40 წამში არ ეტევა საქართველოს სილამაზე. კვირა ნახევრის დაუღალავი ბევრი ადამიანის შრომა ჩავატიეთ სულ რაღაც 50 წამში. ეს არის ძალიან ალბათ პატარა დრო, მაგრამ მგონია, რომ საკმარის ილუსტრაციას იძლევა იმისა, რა ქვეყანაში ცხოვრობ და როგორი ქვეყანა უნდა გაიცნოს ევროვიზიის მაყურებელმა ამჟამად. უკვე პოსტკარდებში ჩემი კონცეფცია იყო ასეთი, რომ ვანახოთ მაყურებელს რა არის თბილისი და ვინ არის თბილისი. ბავშვებთან ერთად გვეჩვენებინა თბილისის ძალიან ლამაზი მიდამო, კუთხე, იდეა და ის დანიშნულება, რაც ჰქონდა პოსტკარდებს, ჩანაფიქრი, რაც იყო ჩაფიქრებული, ზედმიწევნით კარგად არის გაკეთებული და ეს არის დამსახურებული იმ არაერთი ადამიანისა, ვინც ჩემ გუნდში მუშაობს. თვითონ გადამღები ჯგუფი, ვინც მუშაობდით ამ პოსტკარდებზე, ყველა ლოკაცია ჩვენ თვითონაც თავიდან აღმოვაჩინეთ. მახსოვს, რომ ეროვნულ სასახლეში, როდესაც ვიღებდით ბალერინებს, იქ მომუშავე ერთმა ქალბატონმა, თქვა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო და ვიყურებდა, კადრებში იყურებოდა და აინტერესებდა და ესეთი განსხვავებული და ლამაზი თუ იყო, მეც კი არ მქონდა ესეთი აღქმაო და სულ თავიდან აღმოვაჩინე, რომ დავიწყეო მუშაობა 20 წლის წინ მქონდა რაღაც ეს ეფექტი, ეხლაც იგივე ეფექტი მაქვს და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ თუ მისთვის ეს შთაბეჭდილება იყო, მჯერა რომ მაყურებელი, აი ქართველი მაყურებელი, რომელსაც ბევრჯერ აქვს ეროვნული სასახლე, გუდიაშვილი და თბილისის სხვადასხვა თუნდაც ისტორიული ან თანამედროვე ქუჩები განახლებული სხვა კუთხით, სხვა რაკურსით დაინახავს.
ვეცადეთ, რომ თითოეული შენობა, ქუჩა ყოფილიყო რაღაც სხვანაირი. მაგალითად 112-ის შენობა, სადაც გადავიღეთ პატარა ფეხბურთელები, ფრინავ თეფშთან ასოციაციით დავაკავშირეთ. აბანოთ უბანში საერთოდ განსხვავებულად მორაგბეები გადავიღეთ პატარა ბავშვები იქაც და ეს რაღაც ძველი თბილისი ვარ ჩვენად. ჭავჭავაძე, რომელიც ეს თანამედროვე არქიტექტურა და ეს ცათამბჯენებია, რაღაცა უფრო თანამედროვე კუთხით თქვა, სკეიტბორდით, სკროლით და რაღაცა უფრო ესეთი თინეიჯერი ბავშვები გადავიღეთ. ასევე მასობრივი სცენები ქონდა ნესტანს მეორე რეჟისორს. ყველას აინტერესებდა რას ვიღებდით, როდის გავიდოდა, სად იქნებოდა და ასე შემდეგ და ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ 13 დეკემბერს დაელოდეთ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში, პირდაპირ ეთერში ნახავთ იმ ყველაფერს, რასაც ახლა ჩვენ ვიღებთ. სტუმრები უკვე ჩამოვიდნენ უცხოეთიდან და ჩვენ ვეძახით ამას in-out ვიდეოებს ვიღებთ, რომ ეს კადრები ჩაჯდება მე იმ გადაღებულმა სალაში დამონტაჟებულში და საბოლოო ჯამში ამას ყველაფერს იხილავს მაყურებელი კონცერტის დროს. ნიჭიერი ბავშვები არიან, უგეხსენებათ და ნიჭიერი ყველაფერში ნიჭიერია და არც იმათ უჭით მუშაობა კამერის წინ. ახლა მქონდა გადაღება ჩემს მოცეკვავებთან ერთად და გვეკავა ბუშტები, გულის ფორმის, მეკეთა სათვალები, სადაც ხედავდი თბილისის სხვადასხვა ადგილებს და ძალიან სახალისო იყო. Cheguei ontem à noite muito tarde, ainda não tive muito tempo para ver, para explorar mais Tbilisi. E está a correr tudo bem, as minhas expectativas é que vou fazer muitos amigos, vai ser muito divertido, cansativo, mas vai correr tudo bem. ძალიან ბევრი ქვეყანა არის, ახლა კონკრეტულად წელს 18 ქვეყანა არის, მაგრამ ხვდები, რომ აი ეს ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვებში ყოველთვის არის ის სილაღე და არა გაცვეთილობის რაღაცა მომენტები და სულ უკვირდები ამ მუშაობის დროს, როგორ უყვართ ერთმანეთი, როგორ ექცევიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ევროვიზია, არის კონკურსი. როგორ გულშემატკივრობენ ბავშვები ერთმანეთს. ძალიან ბევრ დადებით რაღაცას იღებს დასრული ადამიანი ამ ბავშვებთან ურთიერთობისა და ბავშვებთან მუშაობისას. And I was really excited to film it with all the clothes and everything, and I don't know, I'm just really happy. When I went to Spain at the embassy of Georgia, they gave me this book from Georgia and I saw all the pictures and I really thought it was beautiful. So we'll see if I have some time to visit it and see some cool stuff. ჩვენი იდეა ფიქსი იყო ის, რომ მაყურებელს ეთქვა რა მაგარი ქვეყანა არის საქართველო. ერთ-ერთი მარგალიტი ამ ჩვენი დედამიწის არის ჩვენი ქვეყანა და როგორც მე მიყვარს, როგორი დამოკიდებულებაც მაქვს მე პირადად ჩემ ქვეყნის მიმართ, მინდა რომ აი ის იმ თვალით შეხედოს მაყურებელმაც და იმ ვინც ნახავს ამ ჩვენ პროდუქტს და არის რომ საქართველოს ვინც ნაყოფი არ არის ჩემ ქვეყანაში, თქვას ვა, რა მაგარი ქვეყანა ყოფილა საქართველო.